არის ქართული ოცნების პოლიტიკა ამ ფონზე, როგორ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებამდე მისვლას, რა გეგმა აქვს და ასე შემდეგ, მოკლედ უკვე ამ თემებზე ვსაუბრობთ ქართული ოცნების ასევე ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, რომელიც უკვე შემოგვერთა საღამომშვიდობის აბატონო ირაკლი, მადლობა დიდი თქვენს, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბუნებრივია და თქვენთან საუბარს დავიწყებთ მართალია ოპოზიციაზე ვსაუბრობდით ამ თემაზეც, მინდა გკითხოთ და არჩევნებზე, რაზეც ვთქვი, მაგრამ დავიწყებთ თქვენგან ამ ხუთი ფონდის დაყადაღების თემით, რაზეც დღეს უამრავი კომენტარი მოვისმინეთ, ორი დღეა არის საუბარი და ოპოზიცია ფიქრობს, აი ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების შეფასებას, რა თქმა უნდა, თქვენგან მოვისმენ, ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი, როგორ ებრძვის ხელისუფლება ყველა ფორმის სიკეთეს ქვეყანაში, ეძებნა ემსახურება პროტესტის ჩახშობას და რომ ეს პროტესტის, რეპრესიებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობა. აბუნდობენ თქვენი ოპონენტები და სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის ბრიფინგი ჰქონდა და თქვა, რომ ეს არის ომი საზოგადოების წინაშე. ანუ თქვენ როგორ ხსნით ძიების დაწყების და დაყადაღების აი ამ აუცილებლობას ფონდების? მოდით ამ თემით დავიწყოთ, რაც დღის თემაა და მე გავყვებით პოლიტიკურ სხვას. მოგეხსენებათ, რომ ძიება მიმდინარეობს უფრო ფართო, ასე ვთქვათ, ხო, რა ეჭვები აქვს გამოძიებას რა ამ ფონდების მიღმა? უფრო ფართო მასშტაბით. ანუ და თქვენ ვიცით, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული იქნა მთელი რიგი ასაფეთქებელი, ასე ვთქვათ, საშუალებები, პიროტექნიკის საშუალებები, ის საშუალებები, რითაც ხდებოდა მათ შორის, როდესაც დემონსტრაციები გადაზარდეს პირდაპირ, ასე ვთქვათ, შტურმში, შეტევაში, სწორედ შეტევა პოლიციაზე, შეტევა პარლამენტის შენობაზე, დაწვა პარლამენტის შენობის და ასე შემდეგ. და ამ მიმართულებით მიდის ეს გამოძიება. სწორედ ეს ფონდები ემსახურებოდა იმას, რომ ამ ყველაფერს ხო დაფინანსება ჭირდება, შეძენა ჭირდება, ხო? თავდასხმის თუ პოლიციელებისაგან, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალებებს ერთგვარად რა. იმიტომ რომ როდესაც ესენი ცეცხლს უკიდებენ, ან ასე შემდეგ ხდება, პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს, ამიტომ ამათაც შესაბამისი კონტრზომებისათვის მთელი არსენალი გააჩნია. ეს ამ ხუთივე ფონდზეა, აბა ირაკლი საუბარი, იმიტომ რომ იქ არის ხო ძალიან ბევრი კარგი საქმეს აკეთებდნენ, რაღაც უამრავი ადამიანი გადარჩა, უსახკარო ადამიანი საქმეებზეც გადავალთ რა. კი ბატონო. ამიტომ პატიმრებს ეხმარებოდნენ და რა ვიცი ამას ყველაფერს ესენი რო იტყვიან აფინანსებდნენ. ეხლა მეორე საკითხი. ჩვენ ეს წახალისება დანაშაულისა ამათი მოგონილი არ არის. ევროპელების იმ გარკვეულმა ფონდებმა ასწავლეს და გვახსოვს ხო ყველას კონკრეტული მაგალითად ნიკა მელიას მაგალითი. გადაუხდიან ისინი ნიკა მელიას გირაოს. გადაუხდიან, თქვათ და გვეუბნებიან, გამოუშვით უგულავა, გამოუშვით მელია, გამოუშვით გვარამია, გამოუშვით რურვა, ეს დაამშვიდებს სიტუაციას. მაგისთვის კი არ ხდებოდა იმათვის ფულის გადახდა და გამოშვება, რომ სიტუაცია დაემშვიდებინათ. იმისთვის, რომ წაეხალისებინათ. ხო? შეიწყალეთ ლაზარე იმისთვის, რომ ეს დაამშვიდებს. კი არ დაამშვიდებს, წააქეზებს. და სწორედ ეს ფონდები ამას ემსახურება. თქვენ უგეშინიათ, დაარღვიეთ კანონი, ფულს გადაგიხდიან. ეს არის სახელმწიფოს სისტემის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა. ეხლა მე თქვენ ერთ რამესაც გეტყვით. ხომ აქვს უფლება ბატონო, რომ ვიღაცას დაეხმაროს. არა, კითხავს, რომ დაგაცნით პასუხს, რა თქმა უნდა. დახმარების უფლებაც გაქვს. პოლიტიკურ საქმიანობაში ფულის ჩადების უფლებაც გაქვს. შემოწირულების გაკეთების უფლებაც გაქვს. მაგრამ როდესაც ეს აი ამ ერთიან საქმიანობაში არის აკინძული და რომელსაც მთელი ეს ერთიანი სქემა თავისი ფინანსური უზრუნველყოფით ახლავს, ეს აღარ არის უკვე მშვიდობიანი პროტესტის, პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური შენი გემოვნების მიხედვით რომელიმე პარტიის ან რომელიღაცა ადამიანის დაფინანსება. ეს არის სწორედ აი ამ ფერადი რევოლუციის დაფინანსების და ბრუტალური მათ შორის მეთოდების გამოყენების, მათ შორის ადამიანების წახალისებისა, იმისათვის რომ შენ თუ დაარღვევ, შენ ფულს გადაგიხდიან. თქვენ წარმოიდგინეთ ამის მიათედი, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სადმე მოხდეს. თქვენ თუ გახსოვთ, აი ახლა დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ ნამდვილი ამბავი იყო, გერმანიაში 80 წელს გადაცელებული ადამიანი და მის გარშემო ჯგუფი რატო დააკავეს. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ გერმანიაში, ასე ვთქვათ, მონარქისტული წყობის აღდგენის იდეა, მოხუცებს. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ყველანი ესენი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობაში მიეცათ. და როგორც ტერორისტული საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ისე იქნა შეფასებული. და იგივე ამას რატო ვამბობ, იცით მე? რო ჩამოდიან აქ და რო იტყვიან ამ ლამაზი სახეებით გველაპარაკებიან რაღაცაზე, სინამდვილეში ამის უკან დევს აი ამ ლამაზი აბრების უკან კონკრეტული აი ეს ჰიბრიდული ომის კარგად დახვეწილი
და უკვე ჩვენთვისაც კარგად ცნობილი, ასე ვთქვათ, მექანიზმები, თუ როგორ მოახდინონ პროვოცირება, როგორ მოახდინონ ესკალაცია, როგორ მოახდინონ ამის უზრუნველყოფა და მე ამის გაყიდვა საზღვარგარეთ, რომ თურმე ხელისუფლება ავტორიტარულია. აი ზუსტად ამაზე უნდა გკითხოთ, დაყადაღებულ ფონდებს შორის ფიგურირებს ნიკა გილაურის ფონდიც პროსპერიტი სახელი არის. მახსოვდა საბოტაჟსა და ეროვნული მუშაობის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ფინანსების მობილიზების გარდა კიდე ერთი დეტალი გაცხადა, რომ ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით გადახდილია საკმაოდ 6 თვეში $600,000 ლობისტურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. ანუ ეს გახდა, ვთქვათ, ეს გარემოება იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს ფონდიც დაყადაღებულიყო? ეს ერთი მეორისგან ოდნავ განსხვავებული შემთხვევა არის. ეს ემსახურება აქ კონკრეტულად შიგდით, ვთქვათ, ამ ფონდების საქმიანობა, ამ ეგრეთ წოდებული საპროტესტო ტალღის მაგრამ ლობისტური საქმიანობა ამ შემთხვევაში რაც არის მიმართული, ხო? ეს ჩვენ ნახეთ ფარარაიდით არის კარგი. საშუალებას გვაძლევს, რომ უბრალოდ ინფორმირებულები ვიყოთ, რა ხდება რეალურად საქართველოს გარშემო და საქართველოს წინააღმდეგ ამ შემთხვევაში. ხა საინტერესოა, ხო? $600,000 6 თვის განმავლობაში უნდა გადახდილი იქნას და ეს ის 6 თვეა, რომელიც არჩევნების პერიოდს ემსახურება. და ნიკა გილაური, რომელიც ამბობს, რომ მე პოლიტიკაში არა ვარ და რომლის მიზნებიც იქ ჩაწერილია, რა მიზნებს ემსახურება, ხო? არანაირი შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინვესტიციებზე ილაპარაკი. ხო, ნიკა გილაურმა სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი ნახავთ, ფარას კანონში წერია მიზნები, რაც არის, ხო? პირდაპირ პოლიტიკური მიზნები საქართველოსთან ტარგეტირებული, ანუ საქართველოზე დამიზნებული, ორიენტირებული, რომელიც არის ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ ლობისტური საქმიანობის გასაცემად. ანუ ეს კრებსით უილსონები რო ვიცით ჩვენ, რომელიც დილას იღვიძებენ და საქართველოს გარშემო პოსტებს გვიქმნიან. აი ესე ხდება ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ ირაკლი, როდესაც მუდმივად საუბრობთ, რომ ოპოზიცია მართულია გარეძალების მიერ, ხო, რაღაც იგივე არჩევნებზე საუბრისას მომისმენია კომენტარი, რომ რაღაც რასაც უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, მუდმივად საუბრობთ ხელისუფლება ამაზე. მაშინ როგორ ახსნით, თქვა ამ ლოგიკის მიხედვით იმას, რომ არ მინდეს განხეთქილება დავარქვა, მაგრამ აი წინა სტუმართან საუბრობდი, ხო, აბსოლუტურად ასთა სხვადასხვაობა აქვს, ერთიანობაზე ვერ თანხმდებიან. ახლა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ნაწილი, რომლის მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და მაშინ ანუ ეს დაკვეთაა, რომ დაიშალონ, ანუ ხო ხდება მუდმივად არის საუბარი, რომ გარედან რაღაც კარნახით მოქმედებენ ისინი. რა თქმა უნდა, ხა გარედან კარნახით და გარედან ხელით მართვით რომ არიან, ამას ხო არ ჭირდება შეთქმულების თეორია, ხო? ჩვენ უყურეთ ყველა, როგორ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაღალი დონის პარლამენტარები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ ოპოზიციის სასარგებლოდ, ხო? ამას ხო უყურეთ. თქვენ ხო ყოველდღიურად აშუქებდით ამას, ხო? ეხლა დამარცხდა ის ლანსბერგისი თავის ქვეყანაში, წააგო არჩევნები საქართველოშიც და ეხლა რევოლუციური მუხტი როგორ არ ჩაქრეს საბოლოო ჯამში, ჩამოდის და კიდევ ეხლა ამის გარშემო შეხვედრებს აბა სხვა რაზე ლაპარაკობენ, ხო? ეს ერთი. მაგრამ ეხლა ერთი რამეც არის, ხო? ადამიანთა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მით უმეტეს ქართველთა საზოგადოებაში. შიდა კონკურენცია არსად არ ქრება. ანუ შიდა ბრძოლა პირველობისათვის აი ამ, ასე ვთქვათ, მაგიდის შორის არ ქრება. ეხლა ნაციონალური მოძრაობა და ეს არის მე დარწმუნებული ვარ სააკაშვილის მიერ წამოსული მესიჯი, რომ მას გარეთ გამოსვლის, რო ითქვან, პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე რატო გადააბაროს ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ხმები და თავისი ამორჩეველი სალომე ზურაბიშვილს. აბსოლუტურად ლოგიკური, ასე ვთქვათ, აზრი არის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდეს. ბუნებრივია. ანუ გენერალური ბრძოლა ხედავენ, რომ წაგებულია. ანუ ოპოზიციურ ველზე პირველობისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს არის, რა თქმა უნდა. და ეხლა უნდა სალომე ზურაბიშვილის, ასე ვთქვათ, ყულაბაში გადავიდეს ნაციონალური მოძრაობის, მოკლედ ხმები და ეს ამორჩეველი. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ამას არ დაუშვებს, იმიტომ რომ იცის, რომ იქ იმ მაგიდასთან უკვე მას მეორე ხარისხოვანი როლი ექნება. და აქვს ამის რესურსი მიხეილ სააკაშვილს, როგორ ფიქრობთ, თუნდაც აი საპატიმროდან, თქვა ის. რა თქმა უნდა, ეხლა მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რაცაც ქვია 5 ნომერი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხმები.
აქედან გამომდინარე, მას ეს რესურსი ამ თავისი 5 ნომრის ნაციონალური მოძრაობით, ასე ვთქვათ, აი კონკრეტული სეგმენტით, რასაც ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ვეძახით, ეს გააჩნია. კარგით, ოპოზიციის ნაწილი ძალიან მკვეთრი და წავე დამოკიდებულება აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, თითქმის ყველა გირჩის გარდა ჯერჯერობით ამბობს, რომ არც განიხილავენ, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო ჯერ ლეგიტიმური და ასე შემდეგ. ნუ იცნობთ მათ განცხადებებს, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მათ მეკითხები რომ როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკურ პროცესში დარჩენა თუ კი არსად არ იქნებიან არც პარლამენტში არც საკრებულოში, მაგრამ ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა, ხომ არ დადგება ისევ ლეგიტიმაციის პრობლემა ან ისევ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თუ კი მხოლოდ ხელისუფლება იქნება ან ერთპარტიული, ნუ ან ორპარტიული ეს არჩევნები და ვთქვათ ეს ოპოზიციური კოალიციები არ მიიღებენ მონაწილეობას. იცით რა არის რომ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, რო იტყვიან, ფუნდამენტალური საკითხი გასატანი. საქართველოში როდესღაც უნდა დამთავრდეს ის, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, გარედან პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არჩევნები ან გავაუქმოთ, ან ჩავთვალოთ ჩატარებულად რა. ანუ არჩევნები ჩატარებულად ან არ ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს კონკრეტული არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. და არა იმიტომ, რომ ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაში, ამა თუ იმ ხელისუფალს საზღვარგარეთ რა კონკრეტული სენტენციები და ასე თქვათ სიმპათიები გააჩნია საქართველოს მიმართ და საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ. ეს უნდა დავამთავროთ. ჩვენ თუ ამას ქვეყანას გვჭირდება პარტნიორი ქვეყნები, ხოლმე ამას საუბრობ. ჩვენ ამას არ დავამთავრებთ. ქვეყანას არაზროს არ ეყოლება პარტნიორი. ქვეყანა იქნება ყოველთვის კლიენტი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველთვის ამა თუ იმ მიზნის ან ამოცანის ერთჯერადად შესრულებისათვის. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ საერთაშორისო საზოგადოებაში პარტნიორი, გასაგებია არა ამერიკის, საფრანგეთის ან ინგლისის სიდიდის, მაგრამ მცირე, მაგრამ ღირსების მატარებელი პარტნიორი, ჩვენ ეს უნდა მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანას გააჩნია სუვერენიტეტი, კონსტიტუცია, დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც ძნელად, მაგრამ ყალიბდება და გამომდინარე აქედან ეს თამაშის წესი უნდა მიიღოს ქართველმა პირველ რიგში და უნდა მივაღებინოთ იმას, ვისაც ჩვენთან დამოკიდებულებაში რეალურად პარტნიორობა სურს და არა ის, რომ მოდი მე ახლა შენ გაგაბრუებ ამ დემოკრატიული ტერმინოლოგიით, ამ ლამაზი აბრებით, სიტყვებით და მე რასაც დაგმართებ, მე შახფოთები და შეიძლება სულთ, მაგრამ ისინი პრობლემად განიხედავენ მაინც ერთპარტიულ პარლამენტს, შემდეგ თუ საკრებულოებიც ასეთი იქნა ამას ხედავენ. თვითონვე შექმნეს ეს ილუზია თავის თავში. 5 პარტიული პარლამენტი მივიღეთ. ხო, მათი მიზანი რა იყო? რომ მაჟორიტარობა გააუქმეთო და სრულად პროპორციული გახადეთო. გავხადეთ, ხო? ხო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიას არ აქვს მნიშვნელობა ვის რა წონა აქვს, თითო წარმომადგენელი გვაქვს. ვერც ერთმა საარჩევნო, ასე თქვა, დამკვირვებელმა ვერ თქვა ერთი კონკრეტული რამე საარჩევნო ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მუშაობასთან დაკავშირებით საყვედური სამაგალითო საარჩევნო კომისია გვყავს. სოფლიოში ეძახიან გამოცდილების გასაზიარებლად, ხო? ამიტომ აქ იმაზე კი არ არის რომ რაღაც არ არის. აი ამბობენ რომ ჩვენ ის არა ვქნა ტოტალიტარულ სამყაროში. ყველა ვიცით ვინ არის მულტიმილიონერი ბიზნესმენი საქართველოში, ღმერთმა ამრავლოს, ხო? ყველა ვიცით ვინ რომელ პარტიას აფინანსებს, ვინ თვითონ არის პარტიულ საქმიანობაში ჩართული და თვითონ არის პოლიტიკური, ვის ტელევიზია აქვს საკუთარი, ვის არასამთავრობო, ვის ყველაფერი ერთად. ამას აკეთებენ და ბიზნესშიც ბედნიერად არიან. ყველა პარტიას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ინტერესების ამსახველი, არ მინდა უფრო ძიმე სიტყვები ვიხმარო, ტელევიზია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთი რამე საქართველოში ყოფილა, არ ყოფილა. თუმცა დემოკრატიაც ეს არის, ბატონო. დემოკრატია ხო და მაგას ვამბობ. უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს ყველასთვის ტრიბუნა და ასე შემდეგ. ბატონო, აბა ეხლა წადით თქვენ ევროპაში და ნახეთ ეს ტელევიზიები, ესე არის პარტიებზე მიბული. სადმე დაუშვებენ ამას? ამიტომ ამბობთ რომ ეხლა რა, იცით რომ ჩვენ ცოტა რო იტყვიან საზოგადოება გაიზარდა და ესე ადვილად აღარ ჭამს იმას, რასაც გვეუბნებოდნენ რომ თურმე ევროპაში სულ სხვანაირად არის. იქ მართლა სხვანაირად არის. მართლა დისციპლინირებულია იქ ყველაფერი. და იქ რო ჩვენი მედია ევროპულ სტანდარტებზე თქვათ გავიყვანოთ, ხო? ძალიან მტკივნეული იქნება.
აი ევროპული მედიისთვის თვითონ მედიისთვისაც ტკივნეული იქნება. თუმცა ჩვენი მედიის ნაწილმა ძალიან ბევრი ტკივნეული დღეები გაიარა, ხო, ეს ის წარმონახავს ევროპაში, რაც ნახეთ, რას უშვებოდნენ ჟურნალისტებს ამაქციების დროს. მაგრამ ნახეთ როგორი ამბავია, როდესაც შენ იმ სტანდარტზე ადიხარ, რაც ევროპაში არის, მაშინ შეჯახებაც ნაკლები ხდება. იმიტომ როდესაც მედია არის ხოლმე რაღაცა პოლიტიკური მოვლენის მიმართ აგრესიულად დამოკიდებული, ეს ურთიერთ აგრესია იწვევს იმას, რაც მოხდა მაგალითად იმ ცნობილ 5 მაისს. კარგი, არ გვინდა მედიაზე საუბარი. არა, რატო გეუნდებით ამას, იცით რომ ჩვენ ეხლა გვაქვს ლიბერალური გარემო. ამ ლიბერალური გარემოთი ოპოზიციამ ვერ ისარგებლა სათანადოდ. მან გაუშვა ხელიდან ის ბევრი შესაძლებლობა, რაც მას გააჩნდა ფინანსური, მედია რესურსი. აი ეგ მინდა გითხრათ, ოპოზიციის თავარ ბერკეტად დღეს თავადაც ამბობენ, რჩება ეს დასავლეთის მხრიდან ზეწოლა, ისინი სანქციების დაწესებაზე ზრუნავენ და რაღაც სხვადასხვა ქვეყნებში დადიან, ხო ვიცით ეს ყველა, მაგრამ და ნახეთ რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა რომ დღეს წერილობით მიმართა ევროპული ქვეყნების ლიდერებს და ის არწმუნებს მათ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და თხოვს ევროპელებს იშუამდგომლობ საქართველოს მთავრობასთან, რათა ევროპელთა და ამერიკელთა მედიაციით ქართული ოცნება მივიდეს გადაწყვეტილებამდე დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მესმის თქვენ წეღანაც თქვით, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ანუ ხელისუფლების მიდგომა ეს არის, თუმცა როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება, თქვათ, ყოფილი პრეზიდენტის მსგავს განცხადებაზე და შესაძლოა, რომ ზეწოლა ისევ ამ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე გაძლიერდეს კვლავ? თქვენ ახლა ხო ხედავთ რაში არა საქმე. ანუ ის ზეწოლა, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა თუ გნებავთ არჩევნებამდე და შემდგომ უკვე არჩევნები. აი, არჩევნები ჩატარდა ეუთო ოდირმა შუალედური დასკვნა დადო, ხო? არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ნორმალური დასკვნა იყო. არჩევნების შემდეგ ზეპირი და შემდგომ წერილობითი დასკვნა დადო, ნორმალური დასკვნა იყო. ანუ ხო თქვენს რომ დაველოდებით ჩვენ ეუთო ოდირის დასკვნებს, დაელოდენ მიიღეს ის, რაც მათ არ აწყობდათ და დაიწყეს ისევ ამ როიწყვიან ფეიქ, ასე თქვათ, გარემოს შექმნა, რომ რაღაცა ის არის და ეს არის. ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ადმინისტრაცია, ანუ მის ინტერესებში აღარ არის ის პოლიტიკის გატარება, რომ აქ რეჟიმ ჩეინჯინგი უნდა მოახდინოს, მაგრამ ეს სიტუაცია ჩვენ ხედავთ ეხლა უკრაინასთან დაკავშირებით და მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით შენარჩუნებულია ჯერჯერობით ევროპის მასშტაბით, ხო? ეს ხო ჩვენ კარგად ვიცით. ანალოგიური კრიტიკა ისმის ევროპელი ლიდერების მხრიდან. ეს ზეწოლა, ანუ ეს თემა ბოლომდე გაგრძელდება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც თვითონ ევროპაც არ დაინახავს, ან რამე არ შეიცვლება. მაგრამ ამერიკამ უკვე დაინახა, ის შეგვიძლია ვთქვათ, ბადრეკლე ამის ნიშანი იყო ბოდიში. კითხვას დავასრულებ და მოგისმენთ ყურადღებით. ჩვენ ვნახეთ ხო საგარეო საქმეთა მინისტრის, აი კადრები ვნახეთ, რაღაც გასაუბრება უსაფრთხოების ხელმძღვანელთან ამერიკის ტულსი გაბართან ვნახეთ, ელჩთან შეხვედრა ამერიკის ოსთან, სადაც პირდაპირ ითქვა ყოს თქო საელჩოს განცხადებაში იყო, რომ მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად. ანუ რას ნიშნავს ეს შეხვედრება? თქვენ თქვით, რომ ევროპაც დაინახავს, ანუ ამერიკას უკვე დაინახა, უკვე ეს გადატვირთვის პროცესის დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ ეს შეხვედრება. აი გისმენთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მაინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამერიკის აქ ერთი რამე არის, ანუ როდესაც პოლიტიკური ინტერესი რაღაცა მიზნის მიღწევისა იკარგება, ხო? იქ უკვე რეალობას უყურებენ. და რეალობა არის ერთი. საქართველოში არჩევნები ჩატარდა. რეალობა არის მეორე, რომ საქართველოს ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ომი, რომელიც მიმდინარეობს, არის დამანგრეველი, დამღუპველი ომი, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, ყველაზე მეტად დაზარალებული ამ ომიდან დარჩება ისევ უკრაინა. ანუ ეს ის მესიჯებია, რომელიც გამოც ჩვენ რო ამბობდით, რომ ვერ დაუწესებთ რუსეთს პირდაპირ სანქციებს, ვერ შევართ რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში, რომელიც ისერად აისახება ჩვენ წინააღმდეგ, არა მარტო ეკონომიკის ვარდნაში, არა მარტო სეპარატისტული რეგიონების შეერთებაში რუსეთის ფედერაციასთან, არამედ პირდაპირ სამხედრო ესკალაციაში, ხო? ეს რეალობა იმ ადმინისტრაციას, რომელსაც მშვიდობის დამყარება უნდა, ბრწყინვალედ ესმის და ხედავს, რომ ეს სწორი გარედან ჩანს, მათი განცხადებებიდან ფიქრობთ თუ არის რაიმე კომუნიკაცია? ელჩის, ასე ვთქვათ, შეხვედრა და რეალობა მეგობარი აქტიც, რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია. მიხდით ხო, რატომ გეკითხებით? ანუ რაღაც ორი ამერიკაა ჯერ. ის ფული ჯერ კონტრაქტი მუშაობს, ხო? ეხლა ეს 600,000 რომ იხდის, რატო იხდის? რომ ვინც იქნება ამ ფულის ბენეფიციარი, ის გააგრძელებს მეგობარი აქტის მსგავსი პოლიტიკის გატარებას.
ეს ამას ემსახურება ეს 600,000, აბა მეც კი არაფერს ინვესტიციის ჩამოტანას კი ხო, მაგრამ რატომ ამას ვკითხულობ, მერიდება კიდეს, მაგრამ მაინც ვკითხულობ ხელისუფლებაზე, როდესაც მუდმივად საუბრობთ, რომ აი რაღაც ფონდები, ორგანიზაციები, ოპოზიცია ბოდიში დავასრულებ, რომ ლობისტებს ფულს უხდიან. ხო, რატო არ აკეთებს ამას ხელისუფლება? რატო არ მუშაობს უფრო აქტიურად საგარეო ველზე მაშინ? თუნდაც ლობისტებს რატო არ ქირაობს ქვეყნის ინტერესების დასაცავად? კი ბატონო, გეტყვით ერთ ამბავს რა. ყოველთვის გავიზიარებ იმ კრიტიკას, რომ მეტი გააკეთოთ. რატომაც არა? ხო, ან მეტი არის ვერ ხედავ შეიძლება და მეტი, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ საუბრობთ მუდმივად, რომ ოპოზიციამ თქვა ეს, რომ არასამთავრობოება გაიტანეს, რომ ლობისტებს ათქმევინეს და ხელისუფლება არის, როდესაც რაღაც დიდ ძალებს კონსოლიდირებულად სულს რაღაცა პოლიტიკის გატარება. როდესაც ამ დიდ ძალებს სულს რაღაცა კონსოლიდირებულად რაღაცა პოლიტიკის გატარება, უკვე შენი ახსნა განმარტება არ ჭირდებათ. იმათ იმის დეფიციტი კი არა აქვთ, რომ არიციან 2x2 4-ია და 3x3 9. მაგის დეფიციტი კი არა აქვთ. იმათ ამ მომენტში აწყობთ, რომ 2x2 იყოს 5. და ეხლა შენ რამდენიც არ უნდა უხსნა, რომ 2x2 4-ია. იმას არ აინტერესებს. იმის მიზანია, რომ იყოს 5. და ის არის დიდი ძალა. და შენ ხარ პატარა და შენი სიმართლე იმას გონია რომ ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. ამიტომაც არის ესე. ხა რა შეეხება პლუს ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ფულით კეთდება. ანუ მუდმივად ცოცხალი ფულის გაცვლა გამოცვლა მიმდინარეობს. ანუ აი ეს $600,000, რომელიც 6 თვეში უნდა დაიხარჯოს, ხო ემსახურება სწორედ იმას, რომ ალა მეგობრული აქტები საქართველოს წინააღმდეგ ამერიკაში რაღაც შენელდა ადმინისტრაციიდან გამომდინარე, მაგრამ იქ ეხლა იქაური ოპოზიციაც, ასე ვთქვათ, იქოქება ტრამპის წინააღმდეგ, ამიტომ აქედან ფული უნდა მივაშველოთ, რომ იმ მეინსტრიმში და ეს იქიდანაც არის შემოთვლილი, რომ გადაიხადეთ და ამ პოლიტიკას გავაგზელებთ, ის ძალები, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ არიან, იმ ადმინისტრაციისა, ვისაც მაგალითად იგივე სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით სულ სხვა განცხადება აქვს გაკეთებული. ხო, მაგრამ ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ დადგება დრო, რომ ევროპაც მოიხედავს, თუმცა ჯერ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენილი არ გვინახავს. ხო, ამას ელოდება ყველა, რომ რაღაცნაირად პროცესი ისე წავიდეს, რომ ეს პარტნიორობა დაიბრუნოს საქართველოს, მაგრამ როდესაც ევროპაზეც საუბრობთ, მათი მოთხოვნა დღემდე რჩება ეს არჩევნები და დღემდე დაკავებულების გათავისუფლება. ანუ და როდესაც აქეთა მხრიდან არ იდგმება ესეთი ნაბიჯები, რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ევროპასთანაც დავაგდება. ერთ რამეს ვეტყვით ევროპელებსაც რა. არჩევნები ჩატარდა და ერთი ნაგლეჟის ქაღალდზე დაწერილი რაიმე მტკიცებულება ან პროკურატურაში, ან სადმე წარადგინეთ, უბრალოდ რომ დადგებით ევროპარლამენტის ტრიბუნაზე და იქ რომ განცხადებას გააკეთებ, ყელ განცხადებას, რომლის უკანაც არანაირი ფაქტი არ მოყავს, ხო? რა ვქნათ ახლა, ამიტომ თქვენ რამდენ განცხადებასაც გააკეთებთ, იმდენაირად აქ შევცვალოთ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო თუ სხვა პროცესი. არ გამოვა ესე. რაც შეეხება დაპატიმრებულებს, ხო? ამაზე ნათლად ითქვა. როცა აქეზებ ადამიანს ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაულზე და სახელმწიფო ვალდებულია, რომ კანონის მიხედვით რეაგირება მოახდინოს. და მე ითხოვ, ამას აკეთებინებ იმიტომ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტი რო არ აგაკ, აი ახლა ეს გაიჩინო არგუმენტად, რომ შეასიო ხალხი დანაშაული ჩაადენინო, ბუნებრივია სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს ამაზე და მე ილაპარაკო, რომ ახლა ეს ხალხი გამოუშვა. აი ეს არის ის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მანკიერება, რა მანკიერებითაც მოქმედებენ. და ეს არის სწორედ ის, რაც ევროპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის. ჯიდი ვენსმა არ თქვა შემთხვევით, რომ დიდი პრობლემები გაქვთ შიგნით ევროპაში. და ეს პრობლემები მრავალმხრივია. დაწყებული იქიდან, რომ საკუთარი თავდაცვის უნარი არ ქონდათ, დღეს დაიწყეს ლაპარაკი, რომ რაღაცას ვიზავთ. დამთავრებული იქითკენ, რომ ეს უკონტროლო მიგრაცია ფაქტიურად პრობლემა გახდა, ყველა კუთხით პრობლემა გახდა და უამრავი სხვა რამ ასეთი. გასაგებია და მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომ მოვასწროთ. ერთ რამეს ვიტყვი. მთელი ეს გზა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების, ხო? მათივე ასეთ არის ხოლმე ესე, ხო, რაღაც არის ობიექტური ციფრები, რომელსაც გამოაქვეყნებენ.
ყველა ობიექტური ციფრებით, რომელსაც თვითონ ევროკომისია აქვეყნებს, ან მათი ყველაზე უფრო ავტორიტეტული კვლევითი თუ შეფასებითი თუ მსოფლიო ბანკი, აი ესეთი ორგანიზაციები. საქართველო აი აშკარა ლიდერია რა. არა მარტო ამ კანდიდატებზე ლაპარაკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ნატოს წევრ ქვეყნებზე, მაგრამ მუდმივად აქვს ეს პოლიტიკური მიზანი. რომ შენ აი იმ ამბავში, რასაც ქვია, რომ ეხლა რუსეთს არ დაუპირისპირდი, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, ხარ რუსეთუმე ხელისუფლება. ანუ თუ რუსის ტანკი შემომივარდებოდა, მე აქ ვიქნებოდი ევროპული ხელისუფლება. და ეხლა რუსის ტანკი რო არ მიდგას აქ თბილისში, არა დგას ცხინვალში, უკვე რუსეთუმე ხელისუფლება. ლოგიკა სად არის? მაგრამ მათი პროპაგანდისტული ტრიბუნა და საშუალებები გაცილებით დიდი არის. და ეს არის მეტი არაფერი. გასაგებია, ბატონო ირაკლი, უნდა გადავიდე ერთი თემაც მინდა უბრალოდ მოვასწრო ეს ახალი ნარკოპოლიტიკა, რომელიც წამოიწყო მმართველმა გუნდმა. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რატომ გახდა აუცილებელი ასე გამკაცრება და ვგულისხმობ გასაგებია ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა ალბათ ყველა მხარს უჭერს, თუმცა მაინც გაჩნდა თქვენი ოპონენტების მხრიდან ისინი ამბობენ, რომ მმართველთან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა შემოიტანა მმართველმა გუნდმა და უკვე ერთიანობაში ისინი ამბობენ, რომ მმართველი ძალა ზრუნავს არა ახალგაზრდებზე, არამედ ცდილობს აქციების შეჩერებას, ინიციატივების ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოყენებას და ასე შემდეგ. რა იყო მიზეზი ამ ფონზე ნარკოპოლიტიკის გამკაცრების და იმ სავალდებულო მკურნალობაზეც მინდა კითხოთ და უნდა დავასრულოთ. დიახ, ანუ რამდენად ეფექტური შეიძლება თან ეს გამკაცრებული პოლიტიკა აღმოჩნდეს? ნარკოტიკული ბრძოლის გაძლიერება აქციებს უშლის ხელს, მაშინ კარგად ყოფილა ამ აქციების საქმე. არა, აქ იყო საუბარი, რომ იქ არის რომ უფლება ეძლევა სამართალდამცველს გააჩეროს ნარკოტიკებზე შემოწმება მოთხოვს და ამბერკეთს გამოიყენებს ახალგაზრდების წინააღმდეგ ოპოზიციას. ასეული კაცის გამოსვლას, ყველა ინიციატივას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას, ეს ერთი. სტატისტიკა გვაქვს, რომ ვიტყვიან, აი შემაშფოთებელი. მძიმესი კი ბატონო. ეს არის საქართველოს სცენი, რომელიც აი მე ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩემი მე 90-იანებით არ ვახსოვს. იყო ეს საქართველოს საზოგადოებისთვის, ახალგაზრდობისთვის, რომ ვიტყვიან ეს დიდი მოკლედ გამოწვევა, ესე რომ ვთქვა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით იფეთქებდა ხოლმე. ჩვენ აი ამ ევროპული გამოცდილებით, არასამთავრობოების აქტიური ის იყო, რომ ლიბერალური ეს ნარკოპოლიტიკა არის გამოსავალი და კიდე თქვენ ვიყავით ამის ავტორი. ხო და ჩვენ თქვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა საქართველოს სრული ლიბერალიზაცია. მოდი ესე ვთქვა. და ამან ჩვენ დაგვანახა კონკრეტულმა მერე ციფრებმა, რომ რაღაცა საკითხებში ამან არ გაამართლა და ერთია ეს არის კონკრეტულად ნარკომანიასთან ბრძოლის მდგომარეობა. ამიტომ ეხლა კაცრდება ძალიან ის სეგმენტი, რაც სწორედ ნარკოტიკების შემოდინება, დილერობას, გასაღებას და აი ამ ასე ვთქვათ ქსელს ეხება, რომელიც ადამიანებში ნარკოტიკებს ავრცელებს. ამიტომ მათ მიმართ კანონი კიდევ უფრო მკაცრდება, მნიშვნელოვანი არის რომ ქონების კონფისკაციის საკითხი შემოდის, იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირად რომ ნარკოტიკებით ვაჭრობით მიღებული თანხა რჩება და მედია საპატიმროში გამოდიან და აგრძელებენ ცხოვრებას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რო იტყვიან, შემაკავებელი კიდევ ერთი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება მომხმარებლებს, ხო? და მომხმარებლებზე აი ეს მინდა კითხოთ, იძულებითი მკურნალობა შემოდის პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ აქ ჩვენ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სიფრთხილე გვჭირდება. და რაშია ეს საქმე, იმიტომ რაოდენობა ნარკომომხმარებლებისა იმდენია, რომ ვერანაირი სამედიცინო, ასე ვთქვათ, რესურსი, სამკურნალო ცენტრები ჭირდება, ხო, როდესაც ამაზეა საუბარი. ამას ჰოლანდიის სამკურნალო რესურსები არ ყოფნის, საერთოდ. ანუ როგორც ნაწილი ექიმებისა და ნარკოლოგების ამბობენ, სრული განკურნება ფაქტობრივად არ ხდება. არ ხდება რაღაცა დონის დეტოქსი, მერე რაღაც პერიოდში ძალიან ინდივიდუალური ნებისყოფაა გამოსაჩენი, რომ იმ ადამიანმა ბოლომდე თავი ფხიზლად შეინახოს და ასე შემდეგ რა. რთული თემა არის. ხო, და მაშინ რატო შემოვიდა ეს იძულებითი მკურნალობა ზუსტად ამას? ეს არის ევროპული გამოცდილებაც. ანუ, როდესაც ნარკოტიკის მომხმარებელი არის თავისი ჯანმრთელობის ან გარშემო სოციალური გარემოს, ოჯახი იქნება თუ სხვა სოციალური გარემოს მიმართ აგრესიულად საშიში, ციხის ნაცვლად
არის ხოლმე სავალდებულო მკურნალობა. ანუ ეს არის დეტოქსი, მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. თქვა და არ მკურნალობა, ბოლომდე ეს ხო ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ამის გამო და იძულებით როგორ გამოვა. ნარკოლოგი ექიმებიც ამბობენ, რომ სიტყვა მკურნალობა, რაც თავის თავში განკურვას გულისხმობს, არ არის ყოველთვის რელევანტური, იმიტომ რომ სოფლიოს ვერ ამბობს, რომ ჩვენ ნარკომანიას ბოლომდე ვკურნავთ თუ ვერ ვკურნავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანხლები ამის გარეშე მე მაგალითად ამას არ ჩავთვლიდი სრულყოფილად. ეს არის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ერთობლივი, რო იტყვიან, პროექტი და ამის სათავეში მიხეილ ყაველაშვილი ჯერ კიდევ როცა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაშინ ეს არის ბასკური გამოცდილება, სადაც ბასკებმა შეძლეს უნიკალური ფიზკულტურულ, სპორტულ, გამაჯანსაღებელი კომპლექსების შექმნა ბასკთა ქვეყნის მთელი მასშტაბით და ჯანმრთელი ცხოვრების წესი გახდა ბასკების ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებით ახალგაზრდების ამის მცდელობა და ამის კონკრეტული გეგმა არის და ეს ორი ერთად საბოლოო ჯამში რო იტყვიან რაღაც პერიოდში ჩვენ შედეგს მოგცემს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ირაკლი ქადაგიშვილი იყო ღამის კურიერის სტუმარი. მე მომავალ ურშაბათამდე გემშვიდობებით და აქვე გეტყვით, რომ ღამის კურიერი მომავალი კვირიდან უკვე 4 შაბათთან ერთად ურშაბათსაც გავა ეთერში, ასე რომ ჩვენკვირაში ორჯერ შევხვდებით ერთმანეთს, მიმოვიხილავთ პოლიტიკურ მოვლენებს და მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებს. ასე რომ ურშაბათამდე გემშვიდობებით.